ჩვენ დავიწყო. შენ ხალხი მისყება არა. ეს ფსიქოლოგიური დაფუძნება. არავინ არ გიძებს. არ გიძებს, ახლა ნულაბარაკი. არ გიძებს, არავინ იმ არ გავდა. უშენ რა ხოდე იყო წელებია. გამარჯობათ, ბათუმელების ლაივში ხართ, თუ შეგიძლიათ რომ მოგვიყვათ რა ხდება დღეს აფხაზეთის ქუჩაზე, რატომ არის მოსახლეობა შეკრებილი და რატომ არის მუნიციპალური ინსპექცია მოსული? მე შემთხვევით ვიევიდი ახლა ბინაში ვიყავი და არის გაბორებს ანგრევენ და შლიან. ბოსნები და რაღაცები გვაქვს და პატარ-პატარა ბოსნები გვაქვს და სარგებენ ბოსნები და გავაქვს თავი და პატარა სამიგოს პატარა კიდე და რაღაცა ამარი გაჩვენა მეორე ჩვენ სანაირად არაფერი არ გვაქვს არაფერი არ გვიძახა სანამ ვიცით რა ვიცი თოქანალი იქნებით კიდე მანამდე და სანამ აფხაზეთში გაბრუნებულიყო თავი გევიტანოთ ამ გაჭირებით ხო არაფერი ჩვენი არ აქვს რამდენი ხანია რაც ეს ბოსნები გაქვს აი რომ ჩამოვიდეს წყალდობადო რომ წყალდობადო ჩვენ მქონდა ბოსნები ჩვენ საერთოდ უშლია წყალდობადო რომ გამოვიდეს შუჯები წელსა არ მოკიდე გაგვაქვს თავი არ გიდა წვანი რაღაცა რამე იმიტომ რომ მე 200 ლარი დახმარება თავიდან მას პენსია კი არ აქვს ეს არის დახმარება ჩემთვის პროექტის ინვალიდება იმიტომ რომ ეს რაღაცა და იქიდან გავა იმიტომ რომ ან სამოგიფანდა რა სამოგიფანდა 200 ლარი და ვინარჩნე რამე ამით იყო გავოქთავ მე რა ჩვენ აფერა სანამ დაანგრევდნენ გაგაფრთხილეს წინასწარ ადრე იყვნენ მოსულები და გონი ხელს შემოგვაწერიეს რომ აქანა არაფერს ფას არ ვფიქრობ ჩვენ მარტო წანი რაღაცა პამიდორი დავდოთ მოიყვანოს დამთავრდა ხო არაფერი არ გვაქვს ჩვენ ფიქრი არის მიმართული აფხაზეთში დაბრუნება მეტი არაფერი არ სადარმიდამდე ცხოვრება და არ არის თქვენ გაქვთ ბოსტანი რა გაქვთ დათესილი პატარა ბოსტანი ვაზიმა პამიდორი და მწვანე რაღაცა რაც მასურად ჭირდება ოჯახს არჯობია რომ ბოსტანი იყო და შემოღობილი იყო და გველებ მარკეტ ჩამოვა აქედან იმდენი გველები შემოწმდება და აგენტო მარკეტები რამე აშენდება და გაკეთდება რა გაკეთდეს ახალგაზრდა ბიჭი ერთი და იგივე საფარიზება ჩვენ არქიზე მივლაგდება ბათუმის გალამა ეს ტრაქტორმა რაც დაანგრია თქვენია? არა ეს მეზობლის არის მაგრამ დაანგული მეტკიდან გას ლაბარაკია ამან პროფიტა ყველას ეხება აფხაზეთიდან და ფონდით არ გიჩვენ შენ ხალხს ეს არ უნდა გაუკეთო აი ასე მივიცი ანუჩარი სადა აი მოიყვანეს კოორდინატორები და ვედი მოგესალმებით, ახლა ვართ აფხაზეთის ქუჩაზე. აფხაზეთის ქუჩაზე ცხოვრობენ ძირითადად დევნილები. ქუჩის ერთ მხარეს არის განთავსებული კორპუსები, მეორე მხარეს კი არის ბოსტნები, რომელსაც მოსახლეობა ამუშავებდა. დათესილი აქვთ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული, ეს არის პომიდორი, ასევე ლობიო. დღეს მუნიციპალური ინსპექცია მოვიდა, როგორც მოსახლეობა ამბობს და დაიწყო ამ ბოსტნების ხობეების მოშლა.
ბიჭო მამაჩემი განეკავტორე აი ზომწეულე მელაბარაკი პოლკოვნიკი და ჭარი სასაბულად აგი ბიჭი მაგერო ვედა ადი პოლკოვნიკია რა პოლკოვნიკი ამისმინი აგე რა მე პოლკოვნიკი რო დაომრები შვილები ვარ დაგანე და აშკაცები შვილები ვარ დაგანე იგი თქო რომ არ ხარ პასკაცები მერე მომისმინი აგე როგვეთავები და როგვეუ შემოგვიარდე რა კავშირია მაგალშია და ომბია და ბრძოლა აბა მეტი არაფერი უგნია ბიჭო შვიდობია ეხლა ვინმე კითხულობთ ამხარ ეხლა დაიშამა საკეთე კი მაგრამ კითხულობ ძალიან შემოგო ეს იყო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელისა და მოქალაქეების მცირე შეხლა-შემოხლა. მუნიციპალური ინსპექცია ამბობს, რომ ბოსტნები არის უკანონო და ის გააგრძელებს ხობეების მორღვევას, თუმცა არ შეეხებიან ნარგავებს, რასაც ხედავთ მართლაც მხოლოდ ხობეები მოშალეს და უშუალოდ ნარგავები არ გაუნადგურებიათ. თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ არის საფრთხე ამ ნარგავების გაანადგურების, თუ კი არ იქნება ღობე. ეს არის ერთ-ერთი ბოსტანი, რომელიც ტრაქტორის დახმარებით და რომლის ღობეც ტრაქტორის დახმარებით მოარღვიეს, რადგან რკინის კონსტრუქციებით იყო გარშემორტყმული. დასახლებას ირგვლივ გარს არტყავს მსგავსი ბოსტნები და მუნიციპალური ინსპექცია ამბობს, რომ ისინი ყველა ბოსტნის ღობეს მოარღვევენ. ამაზე მივხედავ აფიქრება აფიქრება საქონელმა არ შეგვატყო ჩვენი მოყვანილი ჩვენ ჩვენთვის ხოზილონა პროზი ხარდი მარტო საკუთარი ოჯახისთვის ხარდი აი მე მეცადეთ მაგრამ ხარ ხუჩაში ხმაჩა ხდებით ალბათ ჩვენ ისეთ რამეს არ გავაკეთებთ რომ ქუჩაში ჩვენ ერთმანეთს ჯოხებით ვეკიდოთ ვაკეთებთ იმას რასაც კანონი იგზავნის ყველას აი ესა პასუხი მაგას დავანებოთ დანარჩენს ყველაფერს არავინ არ გეჩხუბებათ არავინ არ გავებს არ კიდევს ხეს და არაფერი არ ხდება ისეთი რაც არ არის საჭირო ვინმეს არ ეკიდება და არ ეჩხუბება ალბათ იგივე სიტუაცია იგივე პასუხი გაქვს ყველაფერს აღგეზარი ბათლაბარაკი ავიღალ მე დავიღალ კონსულება აი განთავდება ყველაფერი რაში საჭიროა ფათურები ჯი და გამოჩოროთა არა ეგენას გავუკეთე დასაგებია ყველაფერი გავაკეთე შევთან ყველაფერი ოღონდ მეტი მე აბა რაზე ვარ გაბრაზილი მე კარასა ნიბი რო შევიდე მე აი ახლა რო ვიგვიდები არაფერ შუაში არა რომანი ხეხოწები რა რომანი შეწყვეტ
რომაშენ ხედი ზაბორები რა ხედი და გავაკონკრეტებ რომ მე პრობლემა არის აი რამოდენიმე კორპუსია ხო ამ კორპუსების დიდი ასეთ შემოделს ამ კორპუსებს სულ არის ასეთი შემოყალიბებული ან აიღებს პასუხისმგებლობას რომ 2 დღეში თუ კარგი ამინდი იქნება წვიმაში იმუშავებ და პრობლემა შეიქმნის ჯანმრთელობას მოხდი არ გეუბნება კარგ ამინდის პირობებში 2 დღეში ან თქვენ თვითონ მოსახლე თქვენ აიღებს პასუხისმგებლობას ყველა მოსახლე თავის შემოღობილ მოანგრევს ნათესები იყოს წელს შემოდგომამდე ქართული სათბური ერთი სათბური ბოსელი თუა სადმე შენობა ნაგებობა ხის კონსტრუქცია რკინის კონსტრუქცია ღობე ყველანაირი შენობა ნაგებობა უნდა მოიშალოს დარჩება მხოლოდ მიწის ნაკვეთზე აი ნათესები და აი მაგალითად ესა ხაშას ოძახიან ეს იყოს დანარჩენი ღობე რაც არის ყველაფერი გასაგები ან ამაზე პასუხისმგებლობას აიღებ ორშაბათამდე მოგვეცი დრო ხვალავ წვიმა წვიმა თუ იქნება არ შეგეცვლება სამუშაო და 2 დღე თითო ადამიანისთვის სრულიად საკმარისია მისი შემოღობილი რომ მოანგრიოს ბატონო არჩი ხოვნა იქნება მოგენასწორ და გავაფრთხილოთ აქ ადგილობრივ მოსახლეობას საკონელი და ეს გაწა მაგია ხო თვითონ აქვს მოსახლე საკონელი არ შემოვა ბატონო სხვა ახლა როგორ შემოვა ჩვენი მხრიდან საკონელთან დაკავშირებით პრობლემა თუ იქნება საკონლის გამო გვაქვს შეგეებული თქვენ მიტაცება არა მაქვს საკონლის გამო პრობლემა თუ იქნება მაქსიმალურად შევეცდებით და გეხმაროთ ჩვენს კომპეტენციაზე აბა გამო გვაქვს ეს დანარჩენი ჩვენ შევთანხმდით იმაზე რომ აიღებათ ყველა ღობე და ნაგებობა ამ ვენახს ვენახი იყოს ვენახი იყოს დარგავი სად იყოს მოჭერით დაანგრიეთ ყველაფერი რა უნდა ანგრიეთ აბა რა ხაჭა ხუჯანი რა გავს აბა რა ბიჭხო აბა რა უკრა რა დაანგრიეთ შეკითხება გადა დაანგრიეთ არ შეიძლება უკანონოდ რა არის ყველაფერი უკანონოდაა შენ უკანონო ხარ მე თუ მკითხე არ გაკეთებ შეურაცხყოფა შენ უმაყენ აი ლაპარაკი შეგიძლია ილაპარაკი შეიძლება ლაპარაკი მაგრამ შეგვიძლია შენ თემაზე არ სწავლობ თემაზე არ ადამიანური საქციელი იყო ხარ დაერია თუ შეგიძლია ლაპარაკი გიხსნი ილაპარაკი ილაპარაკი მაგრამ თემაზე შესაძლოა მაგანი ახლა სასწავლგამდე თუ რას ვიზამდი მაგანი ისეთ რამეს არავინ არ გეუბნება და არ გაკეთებს აქ გააკეთე უკვე და რა უნდა გააკეთო რა უნდა გააკეთო მე რა არ ვილაპარაკო არ მე კომპანია ვალდებულია იქედან საიდანაც წამოიყვანა ისე დააბრუნოს ამას ვაკეთებ ახლა ზაღლების ოფიციალურს ვერ დავიწყებ ერთმან უკრასო ზაღლები დავყო არა პრობლემაა დიდი იმიტომ რომ ეს ყველა პატარებია პატარები კი მაგრამ აგრესიული თუ არ რომელი აქაურობა მიკონდა ამბროზია ან თუ ბავშვი რეკრეაციული ზონა თუ გინდა რატო არ გააკეთე ფასდება თქვენი შრომაც აბა ფასება დაანგრიე აბა როკე ვენახისთვის წელს მომავალში ამ ხელა ვენახს რა უშველო მაგი უკვე არ იქნება ესე არ შეხო ვენახს ხელის მოკიდება არ შეიძლება არ მოკიდოთ ვენახს ხელი და ნარგავს და ნარგეს ხელი არ მოკიდოთ ღობეები მოშალეთ სათბურებია იქ ორ ადგილას ის მოშალეთ იქ რაღაცა ქვის კონსტრუქცია იყო კიდე ის მოშალეთ აი ბოსელია გაკეთებული არ ვიცი ხის კონსტრუქციის სადა მოშალეთ აი ბოლოში ახლა როგორ აგიქ კერძო იგე მოიქის წინ მაგერი პასუხისმგებლობაში მე ამ შემოღობის იქით არ გადავა შემოღობილი მოსასწრელი სადაც არის მოსასწრელი იმის აქეთ პრუქში თქვენ აიგეთ პასუხისმგებლობის ძალიან ხო თქვენ რომ თქვენ მე დარწმუნებული ვარ რომ შესრულდება თქვენი მხრიდან დანაპირები მაგრამ ერთმან უკრასო არ შესრულდება მე ბავშვებით გამოსვლა ქალბატონების წევლა მამაკაცების პრეტენზიები აღარ იყოს რა შევთან კარგად ორი დღის განმავლობაში ასე არის ძალიან ბევრჯერ მოსული ბატონო გამგებელი ჩვენი სამსახური წერილობითი გაფრთხილებებიც აქვს ჩაბარებული და ახლა მეტი რა გავაკეთე იცი რა ხენა მოხდება ბატონო შო ანუ რაზე შეთანხმდით რაზე შეთანხმდით რომანი ანტიტორის ეს ახამის ვერ გაიხსენეთ რა მაგრამ ახსენდა გამარჯობა შეიძლება გითხოთ ბათუმელების ლაივში ხარ თუ შეგიძლიათ მითხრათ რაზე შეთანხმდით შევთანხმდით რომ წინხედი ზაბორები რაც არის ავიღებთ მოვიყვანთ რეკრეაციული ზონის სახეზე რომ არ კონდეს პრეტენზია თვითონ მთავრობას რამდენი წელია რაც ეს ბოსტნები აქვს მოსახლეობას შეიძლება დაგვარა ყველა ცდილობს რომ რაღაც თავგასართობი ნახოს საერთოდ მოხუცი ხალხის პროცედურა არის
სამსახურდები, რომელსაც ვერ ნახულობ. ეს მთავრობა ერთით არ დაინტერესებულა, რომ 3 თვის განმავლობაში პანდემია ბზინვარებს და მაცვირების შემოწმებიან ხალხისთვის თუ რას ჭამენ და რას წარმოადგენს ეს ხალხი და როგორ არიან დღემდე საწყლები. ამაზე არ ფიქრობენ და მიწის ნაკვეთები, რომელიც გაკიდული აქვს, იმაზე ფიქრობენ, რომ ზედმეტი ფული არ აქვს გადასახადში. ამას ვამბობ მე. ანუ ფიქრობთ, რომ ეს ადგილი გაკიდულია? ეს ვიცი, ეს ასე არის. და რამე უნდა ააშენონ თუ რა ხდება? ალბათ ააშენებენ, რამეს ახალად მუნიციპალურ ინსპექციასა და აფხაზეთის